მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგანს უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილდეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკის ის უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში, მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვთითებთ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ, ასევე რიტუალებზე, სანთლებზე და აქსესუარებზე. რაც შეეხება დღევანდელი გაშლა, მინდა გავაკეთოთ გაშლა, არის თუ არა ეხლა ამ ეტაპზე თქვენზე რაიმე ნეგატივი და ნახოთ, არის თუ არა რაიმე ნეგატივი. ვარიანტი გავაკეთოთ 3, პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი და იყოს მოდით ესე გავაკეთოთ, იყოს ესეთი ანგელოზი პირველი, იყოს ესეთი ბუ მეორე და მესამე იყოს მოდით ესეთი განსხვავებული ფერი იყოს წითელი ბუ. პირველი არის ესეთი თეთრი ანგელოზი, მეორე არის ესეთი ბუ და მესამე ესეთი წითელი ბუ. ნახოთ, არის თუ არა ეხლა ამ ეტაპზე ნეგატივი. თქვენზე. იმედი ამერჩეთ, მე მეორე ვარიანტს და მესამე ვარიანტს გადავდებ. და ვინც პირველი ვარიანტი აირჩია, თითი პატარა ანგელოზი. ნახოთ, არის თუ არა ნეგატივი ამ წუთას თქვენზე. ამ წუთას თქვენზე, ესე რომ ვთქვათ, კონკრეტულად რაიმე ნეგატივი ნამდვილად არ არის. აქ ერთადერთი რაც არის, რაც შეიძლება იყოს, აი ნახეთ როგორი სიტუაცია. ამ წუთას ნამდვილად ჯერჯერობით არ არის ნეგატივი, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება რაღაცა მზადება იყოს იმისთვის, რომ თქვენზე გაკეთდეს კონკრეტულად ნეგატივი. დააკვირდით სიტუაციებს, მოდით ესე გეტყვით უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში, თუ თქვენს პირად სიტუაციაში, პირად ურთიერთობებში აირევა სიტუაცია, ხო, გამოჩნდება რაღაცა ესეთი გაურკვევლობები, შეუთანხმებლობები, რაღაცა თითქოს ჩამოუყალიბებლობა, შეიძლება თქვენს თვითონაც გქონდეთ, რომ აი რა გინდათ პარტნიორთან არ იცით და ვერ ხვდებით, ხო, აი რაღაცა თითქოს როგორი მომენტია, იცით, აქ ამ წუთას არ არის, მაგრამ რაღაცა მზადება მიმდინარეობს, მზადება იმასთან მიმართებაში, რომ თქვენი ენერგიები დააზიანონ და დააზარალონ, ხო, რაღაცნაირად. მე ესე ვიტყოდი აქ, რომ არის ვიღაცა, ყოველ შემთხვევაში არიან ვიღაც ესეთი მესამე პირები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ თქვენს პირად ცხოვრებასთან მიმართებაში ჩარევა მოინდომონ და აქ მოხდეს ისეთი ჩარევა, რომ რაღაცა გაკეთდეს, ხო, რაღაცა გისურვონ, რაღაცა არასათანადოდ ჩაერიონ თქვენს პირად ურთიერთობაში. ისე რომ დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში მაქსიმუმად ეცადეთ, რომ დააკვირდეთ პარტნიორის მიდგომებს თქვენთან მიმართებაში, ხო, თქვენს დამოკიდებულებას პარტნიორთან მიმართებაში, იმიტომ რომ აი აქ რაღაცა ესეთი მოდის აქ ესეთი მომენტები და გაითვალისწინეთ, აი ნახეთ, მოდით ესეთ მინიშნებას გეტყვით, შეხედეთ 2-3 თვის განმავლობაში თუ დაგეწყოთ, აი ესე ვთქვათ, კუჭის ტკივილი თუ მუცლის ტკივილი, ხშირი მუცლის ტკივილი, ხო, ახლა არის მუცლის ტკივილი, ესეთი მომენტია, რაღაცა შეიძლება ან მოგშვიდა, ან რაღაც ესეთი ვჭამეთ, მაგრამ აი ნახეთ, უმიზეზოდ გაურკვევლად რაღაცა შინაგანი ტკივილი, რომელიც
მოსვენებას არ გაძლევთ, მე გეტყვით, რომ აი ეს რაღაცა შეიძლება მინიშნება იყოს თქვენთვის, რომ ორგანიზმმა გაჩვენოთ, ну არა მარტო მუცლის, ანუ ვთქვათ, საყორცხეების ტკივილიც, ესე რომ ვთქვათ, აი შეიძლება იყოს ესეთი გაურკვეველი, ხო, არ გაგიცივდათ ფეხი, არაფერი ისეთი არ იყო, მაგრამ თქვენ რაღაცა ისეთი შეგრძნება გაქვთ ტკივილის, ხო, აი რაღაც ეს მომენტი იქნება თქვენთვის შეიძლება ნიშანი იმისი, რომ დაიწყო მუშაობა. მე ესე გეტყვით, რომ აქ ამ წუთას ნამდვილად არაფერი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ თითქოს რაღაცა გეგმა იგეგმება სიტუაცია, როდესაც თქვენზე რაღაცა შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული დაზიანება. მოგეთ აი ესეთია პირველი ვარიანტი. გაუფრთხილდით თავს აუცილებლად, ეცადეთ რომ დაიცვათ, სხვადასხვა მეთოდი არსებობს დაცვის, ასე რომ შეგიძლიათ დაიცვათ, თქვათ ატაროთ თილისმა, ატაროთ აქსესუარი, რომელიც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენზე რაღაცა ვერ განხორციელდეს ნეგატივი. მეორე ვარიანტი, ვინც ერთში არის თუ არა ამ ეტაპზე ნეგატივი თქვენთან მიმართებაში. აქ მე უფრო იცით როგორ მომეწყვეტა, რომ აქ უკვე შეიძლება დაპირისპირებულიც ხართ სიტუაციასთან და რაღაცა განახლებას აპირებთ, ხო? ანუ ნახეთ, აქამდე იყო ისეთი მომენტები, როდესაც ადამიანს ჰქონდა მოპარული ენერგიები, მაგრამ თქვენ შეიძლება რაღაცა წმენდის მომენტი ჩაიტარეთ, ან რაღაცა გააძლიერეთ, ხო, ტაძარში სიარული. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ უფრო იცით როგორი მომენტია, რომ ადამიანი მიდის გასუფთავების და გაწმენდის მდგომარეობისკენ, ხო? თითქოს უკვე აღარ მაშინებს მე ეს ყველაფერი, რაღაცნაირად აღარ მაქვს ამისი შიში, იმიტომ რომ მე მივდივარ ამ ყველაფრიდან, გავდივარ, ხო? ანუ დავიწყე წმენდა, ანუ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა წმენდების მომენტის დაიწყო, ვიღაცამ მოგონებით ეს რაღაცა ტაძარში სიარული დაიწყო, ყოველ შემთხვევაში აქ ანუ ვიღაცამ რაღაცა თილისმა დაიყენა, აქ უკვე როგორი მომენტია, აი სიტუაციიდან რომ გამოვდივართ და გამოღვიძებას რომ იწყებს ენერგია, ხო? იყო, მაგრამ დაპირისპირება დავიწყეთ, ხო? რაღაცა მუშაობა იმასთან მიმართებაში, რომ მე ამ სიტუაციიდან გამოვიდე და მე ამ სიტუაციიდან გამოვალ კიდევაც, ხო? რაღაცები აღარ მაშინებს, რაღაცები აღარ ბლოკავს და ნუ თითქოს რაღაცა გამოღვიძების მომენტი არის, გამოღვიძების, როდესაც ყოველდღიურად რაღაცა ნელ-ნელა ეტაპობრივად გავდივარ წინ, ხო, მივდივარ წინ და აქ უფრო ეს მომენტი არის. თუმცა მე გეტყვით, რომ ნუ კარგია ძალიან, მაგრამ ეცადეთ, რომ თქვენს ცხოვრებაზე ნაკლები იცოდეს ყველამ, იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს რაღაც ისეთი მომენტი, რომ თვალის მომენტიც ბევრი იყოს, როდესაც ადამიანები თქვენს ცხოვრებას ძალიან ისე უყურებენ, ხო? ანუ ავიცი, ლუყაში ატარებენ, თუ რას აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში ადამიანები თქვენს გარშემო ძალიან ინტერესდებიან თქვენი ცხოვრებით, ძალიან ინტერესდებიან თქვენი შეიძლება შემოსავლებით, შეიძლება პირადი ცხოვრებით, შეიძლება საერთოდ ზოგადად თქვენი ცხოვრებით ინტერესდებოდნენ, ამიტომ აი აქ რაღაცა გჭირდებათ, რომ ეს ცოტა დაბალანსებული გქონდეთ და ნუ მიაქციეთ ყურადღება, ხო, ამ იმას. თუმცა ძალიან კარგია ამ ეტაპზე ნამდვილად რაღაცა გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, თუ რამე იყო თვალი და ნეგატივი, ყველაფრისგან რაღაცნაირად თითქოს გამოსვლას იწყებთ, არ ვიცი ხარ, რა გაქვთ დაწყებული თქვენ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცნაირად გამოყავს სიტუაცია, უბრალოდ აქ ეს გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი თვალი უყურებს თქვენს ცხოვრებას და აი ამ თვალმა შეიძლება დააზიანოს, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თქვენზე ინფორმაცია ნაკლებად იცოდეს საზოგადოებამ, ხო? ნუ ხანდახან არის ეს საუკეთესო მეგობრისგანაც გვაქვს ხოლმე თვალი და არა მარტო საუკეთესო მეგობრიდან, შეიძლება ოჯახის წევრიდანაც, ამიტომ რაღაცა ცოტა ეცადეთ, რომ ნაკლებად იყვნენ ინფორმირებული. არის თუ არა მესამე ვარიანტი ნეგატივი თქვენთან მიმართებაში, ნახოთ. მესამე ვარიანტთან არის თუ არა ნეგატივი.
მესამე ვარიანტი, მე აქ გეტყვით ესეთ რაღაცას, აქ არის კი ნეგატივი, აქ არის საგვარეულო ნეგატივი, ეს არ არის კონკრეტულად თქვენთან მიმართებაში და თქვენზე გაკეთებული ნეგატივი, ეს არის საგვარეულო ნეგატივი, რომელიც შეიძლება ხელს გიშლიდეთ განსაკუთრებით მატერიალური კუთხით დალაგებასთან მიმართებაში, აი როგორი მომენტია, თითქოს რაღაცას ვაკეთებ, რაღაცას ვიწყებ, რაღაცას ვალაგებ და მერე საბოლოო ჯამში ისე ხდება, რომ ეს ჩემი დალაგებული და გაკეთებული საქმე, სამწუხაროდ არ სრულდება სათანადოდ, ხო, ვერ ვიღებ სათანადო შედეგს. აქ არის კი, ესე ვთქვათ, ნეგატივი, ოღონდ ეს არ არის თქვენი ნეგატივი, ეს არ არის კონკრეტულად თქვენზე გაკეთებული რაიმე სახის, ესე ვთქვათ, ნეგატიური ზემოქმედება, ეს არის სიტუაცია, როდესაც რაღაცა საგვარეულო მდგომარეობიდან გადმოდის, ხო, როდესაც თითქოს არ გასვენ, აი ჩასახური რაღაც მომენტი, როდესაც არის წარსულიდან, აი ეს მომენტი არის აქ. მე ისე ვიტყოდი, რომ შესაძლებელი აქ იყოს რაღაც ცოტა ესეთი სახის ნეგატივები და მაქსიმუმად ეცადეთ, რომ არ ვიცი, თავი დაიცვათ, ან ხშირად გქონდეთ ისეთი მომენტი კავშირი თქვენს წინაპრებთან, ხშირად დაანთეთ მათ სახელზე სანთელი, ანუ მაგ ყველა ვარიანტში გჭირდებათ დალაგება ამ სიტუაციის. მე ესე ვიტყოდი, რომ არის ამისი პერსპექტივას და საშუალებაც, რომ დალაგდეს ყველაფერი ისე როგორც საჭირო არის. უბრალოდ ხო გეუბნებით, აქ არის მომენტი, როდესაც აი ნახეთ, თითქოს მესამე ვარიანტმა ზუსტად იცით რა არის თქვენი პრობლემა, ხო? ანუ როდესაც ვიცი რა არის ჩემი პრობლემა და რაღაცნაირად თავს ვარიდებ ამ ყველაფერს, ხო, აი არ მინდა დავიჯერო, არ მინდა ამას მივაქციო ყურადღება. რაღაც ეს მომენტი არის. ისე რომ მესამე ვარიანტი, გინდათ არ გინდათ, მაინც გიწევთ მიაქციოთ ყურადღება განსაკუთრებულად, განსაკუთრებული მომენტით ეს არის თქვენი საგვარეულო სიტუაცია, ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, რომ აი ეს რა ვიცი, გამოსასყიდი იქნება თუ რაც იქნება, აუცილებლად გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება დაალაგდეთ. თქვენ გააქვთ დიდი რესურსი, თქვენ გააქვთ დიდი ძალა იმისი, რომ ამ სიტუაციებიდან გამოხვიდეთ, წინ წახვიდეთ, კარგად გქონდეთ მატერიალური კუთხით დალაგებული ყველაფერი, ოჯახური საკითხები დალაგებული და რაღაც ეცით როგორი მომენტი მოდის აქ მესამე ვარიანტთან, რომ რაღაც ერთს რო ვალაგებთ, მეორე ირევა, მეორეს ვალაგებთ, ისევ მესამე ირევა და ეს ციკლურად აი რაღაც სულ აი ამ დალაგება არევის მდგომარეობა, ეს არ არის მარტივი. და მაგრამ ეს არ არის თქვენი დანაშაული, ეს არ არის თქვენზე რაღაცა ნამოქმედარი, მაგრამ რაც არის სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იმდენად ძლიერი ადამიანი ხართ, ერთის მომენტი არის ის, რომ ყველაზე საყვარელი შვილი ხართ შეიძლება ოჯახში და იყავით ხართ და მეტად თქვათ აქცევენ ადამიანს რაღაც ისეთი ბევრი სიყვარული ცხომი რაღაც ისეთ მომენტში აქცევს ადამიანს და მეორე მხრივ ეს არის ადამიანი, რომელიც თვითონვე დაიბადა როგორც ესეთ დიდ, ანუ ძლიერი ადამიანი, ხო, შეიძლება საერთოდ დაიბადოს ადამიანი რაღაცა სუსტი და ინკუბატორში გამოვიყვანონ, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მერე ყველაზე ძლიერი ხდება ეს ადამიანი, ხო? თქვენ გააქვთ რაღაცა ესეთი სიძლიერე, რაც შეიძლება პრინციპულობა, შეიძლება გონივრობა, შეიძლება აი ბევრი რამ ისეთი მომენტი, რომელიც გააძლევთ, რომ აი ეს გადარჩენის მომენტი გქონდეთ, მაგრამ აქ ყველა შემთხვევაში აუცილებელი არის თქვენი ჩახურვა ამ საგვარეულო მომენტების იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება გამოჩნდეს. ნახეთ, ის წვალება, რაც თქვენ დებთ ყველა სფეროში, გამოჩნდეს, რომ სად მიდის, რა საბოლოო შედეგზე გახვიდეთ, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ, აი ესეთი გამოვიდა, არის თუ არა ნეგატივი ახლა ამ ეტაპზე თქვენთან მიმართებაში. მე რა თქმა უნდა გისურვებთ, რომ ყველაფერი იყოს მშვიდი, წყნარი და დაალაგებული. თითოეულ თქვენთან რა თქმა უნდა ბედნიერებას უსურვებ, რა თქმა უნდა უსურვებ, რომ ყველაფერი უკან მოიტოვოს და დროებით დაგემშვიდობებით.